მოგესალმებით ყველას. საქართველოსა და თურქეთში მცხოვრებ თურქებს. მთელ თურქულენოვან მოსახლეობას. ყველას, ვისაც ქართული ენის სწავლა სურს. დღეს ჩვენ ვატარებთ ქართული ენის მე-11 გაკვეთილს. Bugün Gürcüce 11. dersimize başlıyoruz. Გადავშალოთ რუკა და მომნახოთ საქართველო. ჩვენ დავინახავთ, რომ საქართველოს მეტად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. აქედან გადის უმოკლესი საზღვაო და სახმელეთო gzები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. Haritayı açalım ve Gürcistan'ı bulalım. Ülkenin çok elverişli coğrafi konumu olduğunu göreceğiz. Dünyanın birçok ülkesine giden en kısa deniz ve karayolları buradan geçmektedir. საქართველოს ქალაქებს ჩვენ უკვე გავეცანით. ქალაქები ჩამოთვალეთ მხარეების მიხედვით. ახლა დავხედოთ რუკას და მომნახოთ საქართველოს მდინარეები. ჩვენი ქვეყანა მდიდარია წყლითა და მდინარეებით. საქართველოს მდინარეთა უდიდესი ნაწილი რიონისა და მტკვრის აუზებს მიეკუთვნება. Gürcistan'ın şehirlerini tanımış olduk. Şehirleri bölgelere göre dizsaydık. Şimdi haritaya bakıp Gürcistan'ın nehirlerini bulalım. Ülkemiz akarsular bakımından zengin bir ülkedir. Gürcistan'da nehirlerin çoğu Rion ve Kura ırmaklarının havzasına aittir. საქართველოს მთავარი წყალგამყოფია სურამის ქედი, რომლის დასავლეთით მდებარე მდინარეები უერთდებიან შავ ზღვას. აღმოსავლეთისაკენ მოედინება მდინარე მტკვარი და მისი შენაკადები, რომლებიც შეერთვიან Kaspiyis zğvas. Suram dağları Gürcistan'da nehirleri ikiye ayırır. Busra dağların batısında kalan nehirler Karadeniz'e, doğusunda kalan Kura nehri ise Hazar denizine dökülür. Mდინარე მტკვარი სათავეს თურქეთში იღებს. იგი ჯავახეთის მხრიდან შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე, გაივლის ქართლს და თბილის ორ ნაწილად ყოფს, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდ. შემდეგ გადადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და Mingeçauris წყალსაცავში çaeდინება. Türkiye topraklarından doğan Kura Nehri Gürcistan'a Cavaheti bölgesinden girer. Kartli bölgesini geçip Tiflis'i sağ ve sol kıyı olarak ikiye ayırır. Sonra Azerbaycan topraklarına Mingeçaur barajına ulaşır. Mtკვრის მარცხენა შესართავებია არაგვი, ქსანი, დიდი ლიახვი, ხოლო მარჯვენა შესართავები ფარავანი, ალგეთი, ხრამი, თეძამი და სხვა. Kura Nehri'nin sol kolları Aragvi, Ksani, Büyük Liaxvi, sağ kolları ise Paravan, Xram, Tedzam vesaire gibi isimler alır. აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებია აგრეთვე იორი და ალაზანი. დასავლეთ საქართველოში ყველაზე ფართო აუზის მქონე მდინარეებია რიონი, ბზიფი, ენგური, კოდორი და ჭოროხი. İori ve Alazani Doğu Gürcistan'da yer alan nehirlerdir. Rion, Bzip, İngur, Kodor ve Çoruh ise Batı Gürcistan'ın en geniş havzaya sahip nehirlerdir. Rion'un შესართავებია ძირულა, ყვირილა, აბაშა და მრავალი სხვა. ჭოროხის შესართავებია აჭარის წყალი, ამ უკანასკნელის კი ჭოროხის წყალი. ძირულა, ყვირილა, აბაშა vesaire Rion'un kollarıdır. Çoruh Nehri'nin kolu Acarsu'dur. Acarsu'nun ise Çürüksü. საქართველო მდიდარია მდინარეებით. ყველაზე გრძელი მდინარეა ალაზანი. მისი სიგრძეა 4-7 კილომეტრი. მტკვარი 351 კილომეტრია, ხოლო რიონი 333 kilometre. Gürcistan akarsularla zengin bir ülkedir. Gürcistan'ın en uzun nehri olan Alazan 407 kilometredir. Kura Nehri'nin uzunluğu 351 kilometre, Rion ise 333 kilometredir. რაც შეეხება ტბებს, საქართველოში 850-მდე ტბაა. ამათგან უდიდესია თაფარავნის ტბა. ყველაზე ღრმაა რიწის ტბა, რომელიც ზღვის დონიდან თითქმის 900 მეტრზე მდებარეობს.
Göllere gelince Gürcistan'da toplam 850'ye kadar göl bulunmaktadır. Bunların en büyüğü Paravan Gölü'dür. Derinliği en fazla olan göl ise denizden tahminen 900 metre yüksekliği olan Ritsa Gölü'dür. წყლის მოცულობით ყველაზე დიდი ტბაა ტაბაწყური. ერთადერთი ტბა, რომელიც ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს, არის Palyastoni. Su hacmi bakımından en büyük göl Tabaçkur Gölü'dür. Deniz seviyesinden aşağıda bulunan tek göl ise Palyaston'dur. გარდა ტბებისა, საქართველოში მრავლადაა ხელოვნურავები. ამათგან უმნიშვნელოვანესია შემდეგი: ჯვრის წყალსაცავი მდინარე ენგურზე, შაორი რაჭაში, ჟინვალი მდინარე არაგვზე და ეგრეთ წოდებული თბილისის ზღვა mდინარე İorze. Göllerin dışında Gürcistan'da birçok baraj vardır. En önemli barajlardan şunlardır: Cvari Barajı İngur Nehri'nde, Şaori Raça bölgesinde, Jinval Barajı Aragvi Nehri'nde ve Tiflis Denizi olarak adlandırılan İori Nehri'ndeki baraj. Kartuli წერა-კითხვა ჩვენ უკვე ვისწავლეთ. ახლა დავუბრუნდეთ გრამატიკას. ქართულში, ისევე როგორც ყველა სხვა ენაში, არსებითი სახელი აღნიშნავს საგანს. Მოგვიგებს კითხვაზე ვინ და რა. Gürcü okuma yazmayı artık öğrendik. Şimdi dil bilgisi konusuna gelelim. Gürcüce'de diğer dillerde de olduğu gibi varlıkları tanımlayan sözcükler isim denir. İsimler kim ve ne soruların karşılığıdır. ქართულ ენაში, ისევე როგორც თურქულში, ვინ კითხვა დაესმის მხოლოდ ადამიანის აღნიშნულ სახელებს, ხოლო რვა ყველა დანარჩენს. მაგალითად, ვინ მოვიდა? ექიმი მოვიდა. ვინ მღერის? მომღერალი მღერის. ვინ თამაშობს? ბავშვი თამაშობს. რა დაიჭირე? თევზი დავიჭირე. რა მოფრინავს? ჩიტი mofrinავს. Ra dainaxe, gemi davinaxe. Gürcü dilinde, Türkçede de olduğu gibi kim, yani vin sorusu sadece insanlar için sorulur. Diğerleri için ise ra, ne sorulur. Örneğin, kim geldi? Doktor geldi. Kim şarkı söylüyor? Şarkıcı şarkı söylüyor. Kim oynuyor? Çocuk oynuyor. Ne tuttun? Balık tuttum. Ne uçuyor? Kuş uçuyor. Ne gördün? Gemi gördüm. ახლა ვისწავლოთ გრამატიკული რიცხვი. ქართულში, ისევე როგორც თურქულში, რიცხვი 2-ია, xolobiti და mravlobiti. Şimdi dil bilgisi açısından isimlerde çoğuluk ve teklik kavramlarını öğrenelim. Gürcüce'de, Türkçe'de de olduğu gibi tekil ve çoğul isimler vardır. Katsi, Kali, Vaji, Studenti, Qvavili, Rveuli, Çanta, Skola, Xe, Mostsavle, Gogo, Bu. Ყველა ეს სახელი სახელობით ბრუნვაშია. Bütün bu isimler yalın halde bulunur. Სახელები იყოფა ბოლო თანხმოვნიან ორ დიდ ჯგუფად. İsimler sonunda ünsüz ve ünlü bulunan isimler olarak iki büyük gruba ayrılmaktadır. Katsi, Kali, Vaji, Studenti, Qvavili, Rveuli, Çanta, Skola, Xe, Mostsavle, Gogo, Bu. სახელობით ბრუნვაში ბოლო თანხმოვნიანთა ბრუნვის ნიშანია i, ხოლო ბოლო ხმოვნიანებს სახელობით ბრუნვაში ბრუნვის ნიშანი არ აქვთ. Sonunda ünsüz bulunan isimler yalın halde çekim eki i'dir. Sonunda ünlü bulunan isimlerin ise yalın halde çekim eki yoktur. Katsebi, Kalebi, Vajebi, Studentebi, Qvavilebi,
რვეულები, ჩანთები, სკოლები, ხეები, მოსწავლეები, გოგოები, ბუები. ეს სახელები მრავლობით რიცხვშია. Yukarıda verilen isimler ise çoğuldur. თუ კარგად დავაკვირდებით მოცემულ მაგალითებს, მივხვდებით, რომ ქართულ ენაში მრავლობითი რიცხვის მაწარმოებელია eb suffiksi. Verilen örnekleri iyice incelediğimizde Gürcü dilinde çoğu yapım ekinin eb olduğunu hemen anlayabiliriz. Როგორც ხედავთ, მრავლობით რიცხვში ყველა სახელი ბოლოთანხმოვნიანია და რასაკვირველია, სახელობით ბრუნაში ყველგან გვაქვს ბრუნვის ნიშანი i. Gördüğümüz gibi çoğul durumda bütün isimler sonunda ünsüzü olan ve tabii yalın hal çekim eki i'yi alırlar. Ახლა კი გადავდივართ ჩვენი გადაცემის პრაქტიკულ სავარჯიშოებზე. გადაიყვანეთ მოცემული სახელები მრავლობით რიცხვში. გზა, გზები. მერხი, მერხები. მოწაფე, მოწაფეები. მსახიობი, მსახიობები. თორნიკე, განაგრძეთ. ქვა, ქვები. სახლი, სახლები. ინჟინერი, ინჟინრები. ru, ruები. გურანდა, ახლა კი მოცემული სახელები გადაიყვანეთ მხოლობით რიცხვში. სხივები, სხივი. წერილები, წერილი. ქალაქები, ქალაქი. ხარები, ხარი. ნესტორ, განაგრძეთ. წერები, წერი. მანქანები, მანქანა. ხელები, ხელი. გოგონები, გოგონა. ზოგიერთ არსებით სახელს მარტო მხოლობითი რიცხვი გააჩნია. ასეთია საკუთარი სახელები. ადამიანების ნინო, ნანა, ნუნუ, ლუიზა, ეთერი და გეოგრაფიული თბილისი, სტამბოლი, მტკვარი, ჭოროხი, საქართველო და თურქეთი. ნივთიერებათა სახელები თოვლი, ნავთი, სპირტი და სხვანი. ასევე ხილი, ბოსტნეული და სხვა. აბსტრაქტული სახელები სიმამაცე, სიზარმაცე, თავისუფლება, მეგობრობა, დამოუკიდებლობა და სხვა. ახლა წავიკითხოთ და თარგმნოთ მოცემული ტექსტი. დიტოს თოვლის პაპა. ზამთარია. დიდი თოვლი მოვიდა. ეზოჩა, სახლები სულ გადათეთრდა. დედა, მამა, ბაბუ, ბებო, თოვლი მოდის. უხარია პატარა დიდოს. იგი ეზოში ჩავიდა და თოვლის მოგროვებას შეუდგა. დიდოს უნდა რომ თოვლის პაპა გააკეთოს. თვალების ადგილას პაწია ნახშირები ჩაუსვა. ნახშირის ნამცეცები წარბები და წვერულვაში დაუხატა. თავზე ქუდად ვედრო დაახურა და ხელში ჯოხი მისცა. დიდოს ძალიან მოეწონა თავისი თოვლის პაპა. ეკა, ნახეთ არსებითი სახელები მხოლობითსა და მრავლობით რიცხვში. ამ ტექსტში მხოლობით რიცხვშია შემდეგი არსებითი სახელები. დიტო, თოვლის პაპა, ზამთარი, თოვლი, ეზო, ქუჩა, დედა, მამა, ბაბუ, ბებო, წვერულვაში, ქუდი, ვედრო, ხელი, ჯოხი. გვანცა, განაგრძეთ. ამ ტექსტში მრავლობით რიცხვშია შემდეგი არსებითი სახელები: სახლები, თვალები, ნახშირები, ნამცეცები, წარბები. დაუსვით ვინ და რა კითხვები ტექსტში მოცემულ არსებით სახელებს. თორნიკე. კითხვა დაესმის შემდეგ არსებით სახელებს. დიტო, დედა, მამა, ბაბუ, ბებო. განაგრძეთ. მოთხრობაში რა კითხვა დაესმის შემდეგ არსებით სახელებს. ზამთარი, თოვლი, ეზო, ქუჩა, სახლები, თვალები, ნახშირები, ნამცეცები, წარბები, წვერულვაში, ქუდი, ვედრო, ხელი, ჯოხი. წინა გაკვეთილზე ჩვენ შევისწავლეთ პირის ნაცვალსახელები. ნესტორ, ჩამოთვალეთ. მე, შენ,
ის, იგი. ჩვენ, თქვენ, ისინი, იგინი. წინა გაკვეთილზე ჩვენ შევისწავლეთ შედგენილის შემასმენელით. გურანდა, დაასახელეთ მაგალითები. მე ვარ ნანა. შენ ხარ ნინო. ის არის ნუნუ. ის ნუნუა. ჩვენ ვართ დეპუტატები. თქვენ ხართ მსახიობები. ისინი არიან ფრინავები. ვისწავლეთ ასევე ჩვენებითი ნაცვალსახელები. თორნიკე, ჩამოთვალეთ. ეს, ეგ, ის. ესენი, ეგენი, ისინი. ახლა თქვენ მოიყვანეთ მაგალითები. ეს დიტუა, ეგ დათუა, ის მათია. ესენი მასწავლებლები არიან. ეგენი ექიმები არიან. ისინი ინჟინრები არიან. დაიმახსოვრეთ. ჩვენებითი ნაცვალსახელი ეს გამოხატავს ახლობლობას პირველ პირთან. ეგ მეორესთან, ხოლო ის მესამესთან. მაგალითად, ეს ბავშვი, ეგ გოგო, ის ბიჭი. ახლა კი შევასრულოთ სავარჯიშოები. ეს არის მზე. ეგ ჩანთა. ის არის მთვარე. ესენი ბავშვები არიან. ეგენი გოგონები არიან. ისინი ვაჟები არიან. დაიმახსოვრეთ. ესენი გოგონები არიან, მაგრამ ეს არის წიგნები. ისინი ვაჟები არიან, მაგრამ ის არის რვეულები. ვისწავლეთ ასევე კითხვითი ნაცვალსახელები. ეკა, დასვით კითხვა. ვინ ვარ მე? მე ვარ ექიმი. ვინ ხარ შენ? შენ ხარ მასწავლებელი. ვინ არის ის? ის არის დეპუტატი. ნინო, თუ შეიძლება განაგრძეთ. ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ მოცეკვავეები ვართ. ვინ ხართ თქვენ? თქვენ მომღერლები ხართ. ვინ არიან ისინი? ისინი მუსიკოსები არიან. შევასრულოთ შემდეგი სავარჯიშო. მე ვარ სტუდენტი. ის არის მკერავი. ისინი არიან სტუდენტები. შენ ხარ მოსწავლე. ჩვენ ვართ ექიმები. ეს არის წიგნები. ის არის მოწაფე. თქვენ ხართ მძღოლები. ის არის სკამები. შენ ხარ გიორგი. ის თამარია. ეგ მერხია. მე ვარ ნინო. ეს წიგნია. ის ეკაა. ისინი არიან გოგოები. თქვენ ხართ ბიჭები. ეს არის მერხები. მე ვარ ჟურნალისტი. ესენი პროფესორები არიან. ეგენი ლექტორები არიან. ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი ამით დასრულებულია. მომავალ შეხვედრამდე. Bugünkü dersimiz sona erdi. Hoşça kalın.